მართლა ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, იმიტომ რომ დიდი ხანია ამ ქალაქში ვცხოვრობ და რაც ვიზიარი შემოვიდა, ანუ იაფი ფრენები შემოვიდა ჩვენს აეროპორტში, რეალურად არის დასაქმება, თვითონ აეროპორტი ფუნქციონირებს საკმაოდ კარგად, არის დასაქმება ქუთაისელი მოსახლეობის, ახალგაზრდების ძირითადად. მე მიბმულია ამ აეროპორტს, იცით თქვენ, ეს ტურისტები თითქმის ნახევრად ჩამოდიან, დაკავებულია სასტუმროები, დაკავებულია კვების ობიექტები და 1000 ბიზნესთან აქვს სერიოზული კავშირი. გულდაწყვეტილი მთელი ქუთაისის მოსახლეობა იმით არის, რომ პარლამენტი გადავიდა თბილისში, ხო? თქვენ კარგად იცით, ყველა ჟურნალისტმაც და სულ ყველა მოსახლეობა, როგორი გულდაწყვეტილი იყო ქუთაისის მოსახლეობა პარლამენტის გადასვლასთან დაკავშირებით. ვიზა ლიბერალიზაცია რო ჩაიხსნას და ეს ბოლომდე მიიყვანოს, რა ვიცი, ჩვენმა მდგომარეობამ რომ გაუქმდეს, რაც ვერც კი წარმომიდგენია, ქუთაის სერიოზულად, ქუთაისის აეროპორტს, ქუთაისის ვიზიარის ფრენებს სერიოზულად დაარტყავს ბიზნესის კუთხით. ანუ ამ ქალაქს რაღაცით სულდგმულობა ხო ჭირდება. აი რით აღარაფერი არ ხდება ამ ქალაქში, აღარაფერი და კიდე ეს ბოლო მარგალიტი, რაც ჩვენი აეროპორტია, რაც უკვე ისეთი კომფორტია, რომ სამგზავრო ავტობუსებიც არის, აქედან წასასვლელიც, იქიდან წამოსასვლელიც, თბილისიდან წასასვლელიც. არა მარტო ქუთაისის მოსახლეობა, მთელი საქართველოს სარგებლობს ქუთაისის აეროპორტით. თბილისიდან ყოველ საათში გამოდის ავტობუსები დატვირთული, მე თვითონ მინახია და მიმგზავრია, როგორ დაფრინავს მთელი საქართველოს მოსახლეობა ქუთაისს როგორ სარგებლობს ქუთაისის აეროპორტით. ვიზა ლიბერალიზაციის ჩახსნა კიდევ არის ერთი სიტყვა წინადადება მინდა. ეს იყო საკმაოდ დიდი ნდობა ჩვენი მოსახლეობის მიმართ. თანაგრძნობა, ნდობა, უსაფრთხო ქვეყანა ვიყავით და ზუსტადაც იმიტომ მოქცეს ჩვენ ეს გვენდნენ და ძალიან ცუდი და მე მრცხვენია რომ ეს ყველაფერი წყალში ჩაიყაროს და ჩვენ აღარ გვენდოს აი ამ ხელა 27 სახელმწიფო